ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 65 რაუნდი წინა მოლაპარაკებების მსგავსად ჩაიშალა, რადგან რუსეთის და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა ჩვეული პრაქტიკის მსგავსად მოლაპარაკებების მაგიდად ატოვეს მაშინ, როცა დღის წესრიგის ერთ-ერთ უმთავრეს საკითხზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების და ლტოლვილების საკუთარ სახლში დაბრუნებას შეეხებოდა. მანამდე ქართულმა დელეგაციამ ძირითადი აქცენტი გააკეთა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრის საერთაშორისო ვალდებულებების სრულად შესრულების აუცილებლობაზე და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებაზე, ასევე ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი მძიმე ვითარებაზე და საოკუპაციო რეჟიმების დესტრუქციულ ქმედებებზე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით საქართველოს მხარემ მწვავედ დააყენა ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი მძიმე ვითარების და საოკუპაციო რეჟიმების დესტრუქციული ქმედებების საკითხი. შეშფოთება გამოითქვა ბოლო დროის ისეთ ქმედებებზე, როგორიცაა უკანონოდ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების და ნორმების დარღვევით სოხუმში აეროპორტის ამუშავება, რეგულარული ავიარეისების დაწყება, რუსეთიდან სოხუმში სარკინიგზო და საზღვაო სამგზავრო მიმოსვლის ამოქმედება. გაიმართა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი 65 რაუნდი. მოგეხსენებათ, დისკუსიები მიმდინარეობს ორ ჯგუფში, უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ საკითხებზე. საქართველოს დელეგაციამ დააყენა ყველა საკითხი, რომელიც დაკავშირებულია ადგილზე არსებულ მძიმე უსაფრთხოების და ჰუმანიტარულ ვითარებასთან, რაც პირველ რიგში მიმდინარეობს რუსეთის უკანონო ყოფნისგან, უკანონო სამხედრო ყოფნისგან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. აღებული იყო მთელი რიგი საკითხები, ის მილიტარიზაცია აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის, აღებული იყო ადამიანის უფლებათა დარღვევები ყველა მიმართულებით და სამწუხაროდ, როგორც ყველა სხვა რაუნდის შემთხვევაში, როგორც კი საკითხი მიდგა დევნილთა დაბრუნებაზე, რუსეთის დელეგაციამ დატოვა მოლაპარაკებათა პროცესი, რითაც 65 რაუნდიც ყველა სხვა რაუნდის მსგავსად ჩაიშალა. საქართველოს ხელისუფლება იყენებს ყველა საერთაშორისო მექანიზმს ჩვენი სახელმწიფოს და მოსახლეობის ინტერესების დასაცავად და ჟენევის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდებზე ჩვენ უკვე ზურგს გვიმაგრებს საერთაშორისო სასამართლოებში მიღწეული წარმატებები, სადაც უკვე დადასტურებულია, რომ ოკუპაცია არის განმგზობითი, ეგრეთ წოდებული ბორდერიზაცია არის განმგზობითი და უკანონო და მათ შედეგად ადამიანის უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას. აი ეს საკითხები ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაჟღერეთ დღეს ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში და საზოგადოებისთვის ცნობილი არის, რომ სულ რამდენიმე კვირის წინ კიდევ ერთ წარმატებას მიაღწია საქართველომ, სადაც სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის ფედერაციას განმგზობადი ოკუპაციის ფარგლებში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო 253 მილიონი ევროს გადახდის ვალდებულება დააკისრა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება ძალიან წაგვეხმარა მიმდინარე რაუნდის ფარგლებში, ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში და ყველა ის უფლება, რომელიც განმგზობადად ირღვევა, ეს არის მიმოსვლის თავისუფლება, საკუთრების უფლება, განათლების უფლება, ასევე მნიშვნელოვანი არის დევნილების საკუთარ ადგილებზე დაბრუნების უფლება. ჩვენ აი ამ საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებს ვიყენებთ ჟენევის მოლაპარაკების ფარგლებში, რომ უკეთესად იყოს დაცული ჩვენი სახელმწიფოს და მოსახლეობის ინტერესები. გაიმართა ჟენევის მოლაპარაკებების 65 რაუნდი, სადაც ქართული დელეგაციის მხრიდან კიდევ ერთხელ მკაცრად იქნა დაყენებული ყველა ის გამოწვევა პრობლემა, რომელიც დღის წესრიგში დგას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ჰუმანიტარული მიმართულებით. სამწუხაროდ, როდესაც საკითხი შეეხო ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პუნქტს დევნილების დაბრუნება საკუთარ სახლებში, გაგრძელდა ის მავნე პრაქტიკა, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან წლების მანძილზე ხორციელდება და მათ დატოვეს აღნიშნული საკითხის განხილვისას მოლაპარაკებების მაგიდა.